მარიკა მიქიაშვილი, პარტია დროას წევრი, თეიმურაზ პაპასკელი კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი იქნებიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ წერილზე? ხო, ბევრი ფიქრობდა რომ იქ იქნებოდა რაღაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და ასე შემდეგ, თუმცა აქ არის მხოლოდ ის საკითხები, რომელიც კონკრეტულად ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით იყო თავიდანვე მოთხოვნილი, ხო, როგორც ხედავთ, რამდენად შეიძლება ამ შეუსრულებლობას გამო ჩვენ რეალურად დავდგეთ საფრთხის წინაშე, რომ გავიჩერონ ზონოს. დავიწყოთ. მოდი. მარიგამ დაიწყეს. კი ბატონო, მადლობა დიდი მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხა უფრო უშუალოდ ვიზა ლიბერალიზაციის მიღების დროს, რაც ესე ტექნიკური მხარე იყო, შედარებით უფრო რა თქმა უნდა პოლიტიკურსაც ეხება, მაგრამ მაინც აი ამ ნაწილზე არის კონცენტრირებული ეს მოთხოვნები და არა მაინცსა და მაინც რაღაც კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ სურათზე. თუმცა ეს ჩემი აზრით მაინც და მაინც ბევრს არაფერს ცვლის, იმიტომ რომ ქართული ოცნება უკვე ისეთ სპირალში არის შესული, რომ მას თუ მოუწევს რუსული კანონის უკან გაწვევა, მაშინ კიდევ უფრო ცხადი გახდება მოსახლეობისთვის, რომ ძალიან ბევრ რამეზე უკან დახევა მოუწევს და ესე ვთქვათ, არ აქვს ქართულ ოცნებას იმისი ფუფუნება, რომ არ მოიკატუნოს თავი ძალიან ძლიერად. უკან გადადგმულ ნაბიჯების ფუფუნება ჩემი აზრით მას აღარ აქვს. ეს სავარაუდოდ ევროკავშირმაც იცის. შეიძლება სწორედ იმასაც ტესტავენ, ანუ რამდენად ეს თუ დაუშვათ ამაზე თუ უკან დაიხევენ, კიდევ რაღაც ახალი მოთხოვნები წამოვიდეს, ეს ვიზა ლიბერალიზაციასთან იქნება დაკავშირებული თუ რამე სხვასთან. ზოგადად ევროკავშირს ძალიან არ უნდოდა და არ უნდა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მოუწიოს. და გუშინ კაიაკალასმაც ეს აღნიშნა, რომ ძალიან არ გვინდა, რომ ქართულ ხალხს შევეხოთ, მაგრამ ეს არის ევროკავშირის პრესტიჟის საკითხი. ანუ ევროკავშირი ვერანაირად ვერ დატოვებს რეაგირების გარეშე იმას, რომ აქ მყარდება დიქტატურა. და ვიქტორ ორბანის გამო, რომელიც არის ქართული ოცნების საუკეთესო მეგობარი, ძვაკაცი, უწევს ევროკავშირს არჩევანის გაკეთება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე, რადგან ვიქტორ ორბანი ბლოკავს სანქციებს ქართული ოცნების ჯალათებისა და მოსამართლეების წინააღმდეგ. თუ კი ამ სანქციებზე იქნებოდა სრული თანხმობა, მაშინ ევროკავშირი უფრო ნაკლებად მიაწვებოდა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, მაგრამ ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება, ასოცირების შეთანხმების შეჩერება არის ის მექანიზმები, რასაც არ ჭირდება სრული ჰარმონიული თანხმობა ევროკავშირის შიგნით. შესაბამისად, ვიქტორ ორბანი კისერზეა და ქართული ოცნება ვიქტორ ორბანის ხელით უზრუნველყოფს იმას, რომ საკუთარი კომფორტი შეინარჩუნოს, საკუთარ ელიტებს შეარგოს ის კორუმპირებული, მოპარული ყველაფერი და მათ არ აინტერესებთ რა ფასს გადაიხდის ამაზე ქართველი ხალხი. ანუ სასწორის ერთ პინაზე დევს ქართული ოცნების კომფორტი, მეორე პინაზე დევს ის ოჯახები, ადამიანები, ვინც ევროპაში მკურნალობენ, სასწავლებლად დადიან, თუ დავუშვათ სეზონურად მუშაობენ, ძალიან ბევრი არის ესეთი ადამიანი, ვინც სამი თვით იქ ჩერდება, მუშაობს, უკან ჩამოდის საქართველოში. ესეც შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე არის ქართული ოცნება ორიენტირებული. რაც შეეხება იმას რეალურად შეაჩერებენ თუ არა, სავარაუდოდ ეს ნამდვილად მოხდება. და ზოგადად ევროკავშირს ქონდა ცოტა ის პოლიტიკა, ცოტა განზედგომის პოლიტიკა ქონდა წინა თვეების განმავლობაში. ისინი არ ამყარებდნენ ურთიერთობას ქართულ ოცნებასთან, იმიტომ რომ აცნობიერებენ, რომ არის არალეგიტიმური რეჟიმი. თუმცა კონკრეტული ნაბიჯებისგან, პროაქტიული ნაბიჯებისგან მაინც თავს იკავებდნენ. ახლა უკვე ხვდებიან, რომ იმდენად ყოვლისმომცველი ეს კრიზისი, რომ უბრალოდ განზედგომით და ურთიერთობების არ დაჭერით ვერ მოგვარდება, ამიტომ ნამდვილად რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგან. ეს წნეხი ევროკავშირზე მოქმედებისკენ წნეხი აუცილებლად გაიზრდება და ერთს იმასაც ვიტყვი, რომ თუ კონკრეტულ მოსამართლეებს თუ ქართული ოცნების წევრებს სანქციებს ვერ დაადებს ევროკავშირი ვიქტორ ორბანის გამო, ამის კომპენსირებას დარწმუნებული ვარ დიდი ბრიტანეთი გააკეთებს. ამაზე ცალკე ვისაუბრებ, მანავე ბატონ თემურ თქვენი აზრიც მაინტერესებს. უშუალოდ ამ წერილთან დაკავშირებით, რომ ავხსნათ კონკრეტულად რატო არის ეს მოთხოვნები, რაც არის. ხო, ხა ჩვენ ხვდებით, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა რაზე პედალირებს, ეგრევე რომ აი LGBT
და ასე შემდეგ და ამას გთხოვენ და ამას უნდათ რომ გადაავაყოლოთ ყველაფერი და უკვე გაჩნდეს ხო მოწოდებმა. კი. საქმე იმაში გახლავთ რომ დეკემბერში იყო ეს დოკუმენტი შედგენილი, მაშინ ჯერ კიდევ არც პოლიტპატიმრები იყო, არც და შესაბამისად ანგარიშიდან არის გადმოწერილი. ხო, ანგარიშიდან არის პირდაპირ გადმოწერილი, რატომ? იმიტომ რომ იმ ანგარიშში ეწერა რომ ეს თუ არ შესრულდება, მაშინ ეს უნდა გახდეს საფუძველი. ანუ ახალს არაფერს არ ამატებენ იმის გამო რომ ძველიც არაა შესრულებული ამ შემთხვევაში. ლოგიკა ალბათ ასეთია. ფაქტია რომ რას ამოეფარა უცბად ქართული ოცნება და რასაკურველია LGBT საკითხს და მოდით პირდაპირ თქვათ ახლა რამეს გთხოვს ან დაკანონებას გთხოვს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების ევროკავშირი ან რამე არაფერს ასე მსგავს არ გთხოვს. იქ საუბარია იმაზე რომ უბრალოდ ისინი არ უნდა ამ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ დაჩაგრულნი. მეტი არაფერს არ ამბობს. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში საერთოდ არ არის ერთნაირი სქესიანთა ქორწინება დაკანონებული და ეს ვერ გახდება ვერასდროს საფუძველი ევროკავშირში მიღების წინაპირობა ვერ იქნება და აქედან გამომდინარე ეს არის თითიდან გამოწვეული ამ შემთხვევაში ის პირდაპირ ვიტყვი საკუთარი ამორჩევლის ზომბირებისთვის ეს მოთხოვნა როცა ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციას თავიდან გვაძლევდნენ არანაირი პრობლემა არ იყო ქართული ოცნებისთვის და კონკრეტულად ბიზნეს ივანიშვილისთვის იმიტომ რომ ერთ-ერთი პირობა რომ სანამ მოგცემდა ვიზა ლიბერალიზაციას თავიდანვე იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება რაც იგივე არის რომ ამას ითხოვდნენ ერთი მიზეზის გამო რომ მე როცა უვიზო იქნებოდა იქ არ ჩასულიყვნენ აქედან ვიღაცები და არ ეთქვათ რომ იცი რა მე LGBT რაღაც წარმომადგენელი ვარ საქართველოში ჩაგრავენ და მომეცი აქ თავშესაფარი ასეთი მოთხოვნები რო არ გაზრდილი იყოს თუმცა ტექნიკური საკითხია მოგთხოვეს რომ მიიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ ჩვენ მათ მერე უთხრათ რომ საქართველოში დაცულია თქვენი უფლებები და ვერანაირ თავშესაფარს ვერ მოგცემთ და მაშინ ამ თემასთან დაკავშირებით ბიზნეს ივანიშვილმა ისეთი ზეწოლა მოახდინა ქართულ ოცნების უმრავლესობაზე გვახსოვს ახლა ცხონებული სოსო ჯაჭულიანი იყო წინააღმდეგი და ხმას არ აძლევდა და პირადად დაიბარა ივანიშვილი და უთხოვდა ხმა მიეცემა ანტიდისკრიმინაციული კანონს და დღეს იგივე ქართული ოცნება უკვე ამ თემას იყენებს პირიქით რომ აი იმას გთხოვენ და ერთხელ თუ იყო მათთვის მისაღები ამ კანონის მიღება ეხლა რატო არის იგივე აბსოლუტურად ზუსტია რაც ერთხელ უკვე გაკეთდა და რაც რეალურად არაფერს ასე ვთქვათ პრობლემურს ქართული საზოგადოებისთვისაც არ წარმოადგენს იმის გაკეთებას თხოვენ ხელახლა მორჩა და გათავდა მეტი არაფერი. უბრალოდ მე ადგენდა წინასაარჩევნოდ რაღაც ეს ახალი კანონი მიიღეს ოჯახის სიწმინდის და ასე შემდეგ და ეს მოდის აშკარად მოდის ახლა ხო სავარაუდოდ მოდის იმ უფლებებთან და წინააღმდეგობაში იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის პრინციპებთან. მე ხა იურისტი არ ვარ რომ კანონი პუნქტებრივად გავიარო და შევადარო მაგრამ რადგან ეს მოთხოვნა არის სწორედ ამ თემას ეხება, მაგრამ როგორც გითხარით, ამაგრად ირაკლი ქადაგიშვილი გამოვიდა და წერილში ზოგადად ორი მთავარი საკითხია, ერთი საჯაროობისა და გამჭვირვალობაზეა წუხილიო. ანუ წუხს ევროკავშირის საჯაროობაზე და გამჭვირვალობაზე რადგან აი კანონების გაუქმებას ითხოვენ არასამთავრობოების წინააღმდეგ. რაზეც ალბათ გვექნება კონკრეტული დისკუსია, თუ რატომ ბღალავს საჯაროობა და ღიაობა ვიზა ლიბერალიზაციას. მეორე საკითხი, როგორც ვიცით, ეხება LGBT თემს და მოზარდ ამ პროპაგანდის გავრცელების შეუფერხებლობას. აქაც ჩვენი პოზიციები გვექნება. ფიქრობ, ეს არის ის ძირითადი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი არგუმენტირებული პოზიცია გვექნებაო. ზოგადად მიდგომა მძიმეა იმ გაგებით, რომ ღიაობა, რომელიც ევროკავშირისთვის ყველა მიმართულებით ნომერ პირველი მოთხოვნა უნდა იყოს, რატომღაც ამ მიმართულებით მათ ყველაზე დიდი პრობლემა აქვს, ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი, რას უპასუხებდით როგორც პარტია დროას წარმოადგენთ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის რუსული პროპაგანდა და როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, უბრალოდ LGBT ადამიანების და სხვა ნებისმიერი უმცირესობის უფლებების დაცვაზე არის საუბარი, რომ დისკრიმინაციის ხორბლი არ იყოს, ფიზიკურად არავინ შეავიწროს, სიტყვის თქმის უფლება კონდეს და ასე შემდეგ, არავინ არ აიძულებს საქართველოს რაღაცების დაკანონებას თუ ასე შემდეგ და თქვენ რომ აღნიშნეთ აი მაშინ 2017 თუ როცა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი თავად ქართულმა ოცნებამ რომ მიიღო იმ წლებში 2010-იან წლებში ქართული ოცნება დიდ სარგებელს ნახულობდა ევროკავშირის რაღაც სტრატეგიული
ყოყმანით თუ ორაზროვნებით ჩვენს რეგიონში და ასეთი ნაბიჯების გადადგმის უფლება რუსეთისგან მათ ჰქონდათ, რომ ქართველი მოსახლეობისთვის თავი მოეჩვენებინათ ევროპულად. ანუ აი რაღაცას ვაკეთებთ და უშუალოდ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი წინ მიმყავს ასოცირების ეს მათ დროს არც დაწყებულად, ანუ ინერციული პროცესია, ძირითადად ბიუროკრატიული ინერციული პროცესი იყო საერთოდ, რომ ეს აქამდე მივიდა, რომ ასოცირების შეთანხმება დავდეთ და ვიზა ლიბერალიზაცია დავდეთ. ვერ ვიტყვით ვერცერთ ქართული ოცნების მაღალ ჩინოსანზე, რომ გამოიდო თავი და რაღაც შეუძლებელი შეძლო ამ კუთხით, მაგრამ იმას ვამბობ, რომ მაშინ აწყობდათ ქართული ხალხისთვის თვალის ახვეო, რომ აი რაღაცებს აკეთებენ და იცოდნენ, რომ არასდროს ევროკავშირი რეალურად არ შემოვიდოდა რეალური გაფართოების მექანიზმით სამხრეთ კავკასიაში. ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით უკრაინაში შეიცვალა და სწორედ აქედან დაიწყო ქართული ოცნების ღიად რუსული კურსი, როცა მათ გააცნობიერეს, რომ ესე ორ სკამზე ვერ იჯდებიან, უნდა აირჩიონ მხარე და ეს რაღაც სტრატეგიული ვაკუუმი და მე ამას ვეძახი საერთაშორისო გლობალურ მასშტაბშიც დიდ ქოციანობას ვეძახი 2010-იან წლებს, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო რაღაც ანესთეზიის ქვეშ იყო, ვერაცნობიერებდა რუსულ საფრთხეს და შემდეგ უკვე მაშინ როცა რეალურად მოუწია ქართულ ოცნებას არჩევა ევროპასა და რუსეთს შორის, აირჩია რუსეთის მხარე. შესაბამისად ის, რომ პროპაგანდაც აბსოლუტურად ერთ-ერთი რუსული აქვს, ეს იქნება LGBT ადამიანებთან დაკავშირებით თუ ეგრეთ წოდებულ რაღაც სუვერენიტეტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არ არის გასაკვირი და ისინი ყველაფერს იყენებენ, ნებისმიერი მათი სიტყვა, ნებისმიერი მათი ქმედება ემსახურება ხელისუფლებაში დარჩენას და ხელისუფლებაში დარჩენა მათთვის ასევე არის ფულის უშრეტი წყარო. ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ უჭირთ თანხებში, როგორც ჩანს, საკუთარ ბიზნესმენებსაც ატერორებენ, ანუ ფულის მაქსიმალურ ამოღებაზე არიან ორიენტირებული. ეგ კი არა, ბატონმა რომან გოცირიძემ რო თქვა, რომ ეს საგადასახადო დავების განხილვა დაჩქარებულად დაიწყო ახლა სასამართლომ, ანუ ვხედავთ, რამდენად უჭირთ ქეში. ეს არის ალბათ ნაწილობრივ სანქციების გამო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ რუსეთი არის თავად შავ დღეში. მაგრამ ისევ და ისევ მოსწრებაზე არიან, იციან, რომ დრო მათ სასარგებლოდ არ მუშაობს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ჯერ მარტო 50 დღეში ტრამპი თუ 100%-იან ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთთან შავი გზებით ვაჭრობენ, შეიძლება მთლიანად აბსოლუტურად შეგვეხოს და საერთოდ ჩამოანგრიოს საქართველოს ეკონომიკა. ამიტომ დროში მოსწრებაზე არიან მთლიანად ფულზე. თორემ ადამიანის სიცოცხლე და არაფერი რეალურად რაც ოჯახის ღირებულებებთან არის დაკავშირებული, მათთვის რომ ღირებული არ არის ცხადია, დაწყებული იქედან რომ მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, ასე რომ საუბრობენ, ან გურიაში მთებში, როდესაც მოხუცებულები იყვნენ ჩარჩენილები, რომელიღაც საკრებულოს წევრმა აჭარიდან თქვა, რომ მხოლოდ მოხუცებულები არიან, ანუ სრულიად რუსული ადამიანებისგან დაცლილი დამოკიდებულება აქვთ ადამიანების მიმართ. ახლაც ვნახეთ თბილისში, როცა ჩამოიშალა შენობა და ხო, ასე შემდეგ და ეს ხო, კი ბატონო, ეს ზოგადად პრობლემები რა თქმა უნდა. თუ ორსულ ქალებს უვარდებიან და სახლში ატერორებენ და რა ვიცი, აი ანრი კვარაცხელიას მეუღლის მაგალითად. ამ ვითარებაში უვიზო შეჩერების შემდეგ რა ხდება, როგორც წარმოგიდგენიათ? ანუ ქართული ოცნება როგორც ჩანს ამისთვის დიდი ხანი ემზადება. ეს პროპაგანდისტული მესიჯი მას მომზადებული აქვს. ხო, მე ამოქოქავს კიდევ მანქანას დრო აქვს ახლა, ხო, ახლა ეს არ მოხდება ახალ წლამდე არ მოხდება, ხო, აგვისტოში რომ არ დადგეს შედეგი ითხოვენ. შესაბამისად, საკმაოდ დიდი დრო აქვს ამისთვის. რამდენად შეიძლება ამან მოახდინოს რაიმე გავლენა ქართული ოცნების ხელისუფლების დღრადობაზე, როგორ გონიათ? დღრადობაზე ეს მოახდენს გავლენას, მოდით ვთქვათ, ეს პირდაპირ მუშაობს რეალურად ის სანქციები, რომელიც დაწესებულია. ის რაც დღეს ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში, რეალურად იმის გამოძახილია, რომ უცხოეთიდან ფული ძალიან მცირე რაოდენობით შემოდის. პირდაპირ დახმარებები იყო ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, იგივე დიდი ბრიტანეთის, რომელიც სერიოზული დახმარებები იყო საქართველოს ეკონომიკისთვის ახლა და მათ გარეშე ჩვენ ხედავთ, რომ უკვე გადასახადების ამოღების პრობლემა დადგა, წინსწრებით არის ამოღებული გადასახადები და მაინც არ ყოფნის
ბიუჯეტს აშკარად უარყოფითი დინამიკა არის ბიუჯეტის შევსებაში და ყველაფერი ეს ზუსტად რაც მარიკამ ელაპარაკა გადაიზარდა ამ ერთმანეთს შორის დავებშიც და იმ ფინანსურ პრობლემებში რომელიც აქვს ქართული ოცნების წევრებს. და ახლა წარმოიდგინეთ რომ დაემატოს ამას უვიზო რეჟიმის გაუქმება, რომლის შემდეგ ახლა წარმოიდგინეთ დღეს 3 თვით რომ მიდის ადამიანი და მუშაობს. მას ვიზა არ სჭირდება ამისთვის, ჩადის, მუშაობს და მოდის უკან ის იმ 3 თვეში გამომუშავებული თანხა მას ყოფნის შემდეგი 3 თვე კი არა ცოტა მეტხანსაც მერე ისევ მიდის და უკან ბრუნდება. ახლა თუ ვიზო რეჟიმი გაუქმდა ის ხომ ვერასდროს ვერ აიღებს სამუშაო ვიზას. ტურისტული თუ აიღებს იქ უკვე კანონის დარღვევა გამოდის და შესაბამისად ვერ იმუშავებს. ანუ ძალიან სერიოზული ცვლილებები ხდება ამ ჩვეულებრივი მოსახლეობის. ვიღაცები ფიქრობენ რომ ჯანდაბას ეხა ვინც თქვა ამ ხელისუფლების მომხრე იტყვის რომ რა პრობლემაა გავიჭირებ და ან არ წავალ საერთოდ ან თუ წავალ დავდგები რიგში ვიზის რიგში დავდგები და ასე. და ამიჯერეთ 90% იმ ხალხის ვინც ახლა დადის ვიზას უბრალოდ ვერ აიღებს. რატო? იმიტომ რომ ფინანსური ისინი ექნება წარსადგენი მაშინ ვიზის ასაღება და სამუშაოდ მაინც ვერ აიღებს. და იმიტომ რომ იქ უკვე სხვა პრინციპია. ეს საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლის დროს 3 თვე ქონდა უფლება დარჩენის და ვიზის დროს ეხა იქ ვიზაში გიწერია რამდენი დღით მიდიხარ, გეტყვი რომ მივდივარ 1 კვირით, 1 კვირიანს ჩაგიტყამენ. ან 3 დღით ასე შემდეგ. ხო და თუნდა დარჩე მაშინ არა ლეგალურად. ხო და ეს უკვე კიდე დამატებითი პრობლემებია და ისედაც დღესაც ვხედავთ რომ ეს დეპორტირებულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და საკმაოდ პრობლემურია და ამას ძალიან ბევრი ქართული ოცნების მომხრეებთა ძალიან დიდი ნაწილი იყენებდა ამ უვიზო რეჟიმს და შესაბამისად აქედან გამომდინარე ეს ხო უვიზო რეჟიმი ხო იყო მიღწევა რომელსაც ქართული ოცნება აცხადებდა რომ ეს ჩვენი მიღწევაო და საკითხავია რამდენად იყო მათი მიღწევა მაგრამ აი თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება ეს ნამდვილად მათი დანაშაული იქნება და მათი მოქმედების შედეგი იქნება ყველა ვარიანტში გამორიცხულია რომ სხვა შეფასება მიეცეს ამას და ისე საინტერესო რამ არის რეალურად ქადაგიშვილის ის რო წაიკითხეთ 8 პუნქტიდან 7 როგორც ჩანს იღებენ აი 1 პუნქტზე აქვს მარტო პრობლემა ხო რომელიც აერთიანებს ერთდროულად ხო ნუ ახლა იქ რაღაც საკითხები არის ტექნიკური გასაგებ თუ არ მგონი ხა ანტიკორუფციასთან დაკავშირებით გააკეთონ რომ რეალურად დამოუკიდებელი იყოს ხო ერთ-ერთი ეს თხოვნა არის და მაგალითად უბრალოდ მათ რაზეც აწყობთ ხა აქცენტი მაგრამ იქ პირველი პუნქტი არის ძალიან საინტერესო მე სწორედ ამაზე მინდოდა ხო დეტალურად მელაპარაკა რომელიც საკმაოდ ფართო არის და ეხა ესე არ არის რომ მარტო ამ კანონების შესაძლებლად თქვენ კიდევ ერთხელ წავითვალ საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები უნდა უზრუნველყოს და დაიცვას მათ შორის გაერთიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა ანუ აქ შეიძლება შედიოდეს პოლიტიკურების საკითხიც და ყველაფერი შეიძლება შედიოდეს აქ კაიკალასმა როცა ილაპარაკა მან თქვა ამის შესახებ დიახ ანუ ეგ ზუსტი ინტერპრეტაცია და ის ხაზი, რითაც დაკმაყოფილდება ევროკავშირი, ანუ რას ჩათვლის შესრულებულად, რას არ ჩათვლის შესრულებულად, ეს მათ პოლიტიკურ ნებაზე და მათ ინტერპრეტაციაზე არის დამოკიდებული. თუმცა ისევ და ისევ არ მგონია რომ ქართული ოცნება არის იმ პოზიციაში, როცა უკანდახევა შეუულია და ზოგადადაც არა მხოლოდ ამ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში. რატო ახლა გამოვლე და რა დაუშვეს თქვენ რომ ამ შეასრულა ამ კანონმა ხო ბევრჯერ უთქვათ ეს თავისი ფუნქცია შეასრულა ეს გამჭვირვალების კანონმა და კარგი ხო გავაუქმებთ თან რაღაცას ეგეც საინტერესო მოვლენა იქნება, იმიტომ რომ დაგვანახებს აშკარად რისი ეშინიათ რა ზემოქმედებს მათზე და სხვათა შორის კიდევ უფრო გააძლიერებს დასავლეთში იმ აზრს, რომ დასავლეთ შეუძლია ქართულ ოცნებაზე ზემოქმედება. თუ ქართული ოცნება ცხადად რაღაც ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რაც დასავლეთს აგზნობინებს, რომ ხო, ჩვენ ჯერაც კიდევ რეაგირებთ ამ რაღაცებზე, მაშინ დასავლეთი კიდევ უფრო შეგულიანდება, იმიტომ რომ ძირითადად აი ბოლო დრომდე ახლა კიდევ უფრო დღეს კიდევ უფრო ჩანს სანქციების ეფექტი ქართულ ოცნებაზე. არის შიგნით რომ დაჭამეს ერთმანეთი, აი ფული რო შემოაკლდათ, ასე შემდეგ, მაგრამ
1-2 თვის წინ ეს როცა ასე ცხადად მთლად არ ჩანდა, კიდევ არსებობდა კითხვები ევროკავშირში თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა დაუშვათ სანქციები და ამას როცა ხედავენ რომ ქართული ოცნება რეაგირებს, ჯერ ერთი არ რეაგირებს, მაგრამ თუ რაღაცაზე ეგეთ დაინახეს, კიდევ უფრო შეგულიანდებიან, მაგრამ მე ღრმად მწამს რომ არც შიგნით არც გარეთ ქართული ოცნება აღარ არის უკვე ისეთ პოზიციაში, როცა უკან დახევა შეუძლია და ეს არის რეალურად ის, რაც გაჭედავს საბოლოო ჯამში ქართულ ოცნებას. ინგლისურად არის გამოთქმა, იმაზე მეტის მოკპეჩა, ვიდრე დაღეჭვა შეგილია. ანუ როცა იმ სპირალში შედიხარ, როცა შენ ბოლომდე უნდა მოიკატუნო თავი ძალიან ძლიერად, რომ შეინარჩუნო შენი ჭანჭიკები, შენი მხარდამჭერები ყველა, მაგრამ უკვე ვეღარ უძლებ და ვეღარ გიქაჩავს ეს მანქანა და სხვათა შორის ეს ართანამშრომლობის ხაზიც პირველ ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ართანამშრომლობის ხაზიც არის ეს გაჭედვა და ქართული ოცნების როგორ ვთქვათ ხო ქართული ოცნება როცა კბეჭს იმაზე მეც ვიდრე გადახარშვა შეუძლია ეს ჩვენი კოალიციის ლიდერებიც სხვა ლიდერები დემოკრატიული ძალების ამ ხაზით მათ შორის წავიდნენ იმ გამიზნულ შეგნებულ ნაბიჯზე, რომ ამჟამად იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პირად დატყვევაში და ართანამშრომლობის ხაზი აიძულებს ქართულ ოცნებას, რომ რაღაც ძალიან რადიკალურ ნაბიჯებს მიმართოს, მაგრამ ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მათ ამ რადიკალური ნაბიჯების ბოლომდე გაძლების რესურსი არ აქვთ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში მაგალითად დიქტატურის დამყარების თვითმყოფადი ეკონომიკური რესურსი არ არსებობს. და უკვე ვხედავთ, რომ უკვე აკლიათ ქეში, უკვე ცუდად არიან ამ კუთხით, აუცილებლად გჭირდება, რომ ვიღაცამ გაგიმაგროს ზურგი, სხვა დიქტატურამ, რუსეთმა, ჩინეთმა, ირანმა, რუსეთი ისედაც უკვე თვითონაც ცუდ დღეში არის. ტყუილად არ იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის გათვლა იყო, რომ რუსეთს უნდა 3 დღეში აეხო კიევი და გაემარჯვებინა და ასე შემდეგ. მაგრამ დიახ, ართანამშრომლობა, პროტესტის გამრავალფეროვნება, დაუმორჩილებლობა ეს არის ის, რაც შიგნით აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, რაც საგარეო წინახს კიდევ უფრო გაზრდის ეს ერთმანეთს ასრულებს. აქ მთავარ საჯილდო ალბათ ამბავი იქნება, თუ გაგვიუქმეს ეს უიზომნოს და რაც ძალიან სამწუხარო იქნება, მე ვის დაბრალდეს. ვინ არის ამაში დამნაშავე და ხელისუფლებები ეცდება ეს დააბრალოს ევროკავშირი და თქვას, რომ აი ევროკავშირი ჩვენ სუვერენიტეტის ხარჯზე ითხოვდა რაღაცებს და ჩვენ არ დავთვეთ სუვერენიტეტი და მათი ბრალია მოკლედ. ხო ეს იქნება, ამაზე წავა მთავარი ომი ალბათ. კი, არ ვიცი, პროპაგანდასაც აქვს ალბათ საზღვარი. საბჭოთა კავშირში. მე ვერ დაგეთხოვე. არა, საბჭოთა კავშირში. პროპაგანდა არის უსაზღვრო ჩემ. არა, პროპაგანდის ეფექტსაც აქვს საზღვარი, მაშინ დავაზუსტებ, ანუ პროპაგანდა შეიძლება მართლაც ბოლომდე მიაწვე, მაგრამ ეფექტსაც აქვს საზღვარი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში, როდესაც შენ წმუნდები, რომ რაღაც არასტორია, რაც გითხრეს, უკვე ყველაფერი დანარჩენში იწყებ შეტანას ეჭვის და მე კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირის აი დაშლის პერიოდი როცა იყო, აი ზუსტად როგორ გარდატეხა ხდებოდა მოსახლეობაში და როგორ იცვლებოდა, რომ თურმე აი რასაც გვასწავლიდნენ, ყველაფერი ტყუილი იყო. და მაშინ მართლა რაც მართალი იყო, იმასაც კი ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება და ახლა წარმოიდგინეთ ძალიან ძნელი დასაჯერებელი იქნება ვინმესთვის, რომ ევროკავშირის ბრალია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, რადგანაც ზუსტად ამიტომაც წამოაყენა სავარაუდოდ აი ასეთი ტიპის პირობები მხოლოდ ამ შემთხვევაში ევროკავშირმა, რომ არ ყოფილიყო ზედმეტად პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ან პოლიტიკურ დათმობებს როგორც ასეც ხო რეალურად არ სთხოვს აი ამ კონკრეტულ მომენტში. ის სხვა კარწერია ადამიანელი არჩევნები უკვე აღებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხავს, რაც თქვენ სწორად თქვით, რომ დეკემბრის ანგარიში იყო ევროკომისიის დეკემბრის ანგარიში, რომელიც თავისთავად ეყრდნობა იმ ხელშეკრულებას, რაც ქართულმა ოცნებამ დადო წლების წინ. თავიანთივე სიტყვის შესრულებას. ამიტომაც როგორც ჩანს გააკეთეს, რომ ვერ დააბრალოს, რომ აი რას ამბობ ქართველი ხალხის ნებას არ აღიარებს და ასე შემდეგ და ასეთი არგუმენტი რო გამოეცლია. არჩევნები საერთოდ ნახსენები არ არის. ხო, როგორც ჩანს, პოლიტპატიმრებიც კი არ ახსენეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი პუნქტი ალბათ პოლიტპატიმრებთან თავისუფლად შეიძლება გამოიყენო.
მაგრამ აი ეს მომენტი ზუსტად მაგერ ეხა გიორგი გახარია იყო დღეს ბრიუსელში არის და ხა მოგწონთ თქვენ გახარია თუ არ მოგწონთ პარტია ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკური პარტიის ლიდერი თავშესაფარს ითხოვს ალბათ ბრიუსელში არ უთხოვს მაგრამ თქვა რომ ნუ ჯერ არ ჩამოვალ ეს ახლა პირდაპირ იქვე ეყოლებათ ადამიანი რომელიც არის ესა რა ქვია რაღაც დევნის მსხვერპლი ხო თვალწინ ეყოლებათ აი ეს არის კარგი მაჩვენებელი იმის რაც წარმოადგენს ქართული ოცნება რომ ადამიანი რომელიც მათი სახე იყო რომელსაც ეთაყვანებოდნენ რომელიც წარმოჩენილი ყავდათ როგორც შეუცვლელ ფიგურად გავრილოვის ღამის მერე დააწინაურეს საუკეთესო კრიზის მენეჯერი იყო მათი სუპერძალოვანი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა COVID პანდემიის პერიოდში და დღეს გავრილოვის ღამის გამო მოსდევენ და შესაბამისად ერთადერთი ისტორიული ნაბიჯია გადადგმული კაც ჩორჩანის დღეში საგუშაგოს გახსნით და საქართველოს ინტერესების დაცვისთვის ასამართლება და არა ეგ სხვა თემებია კიდე მე უბრალოდ ვამბობ რომ აი ეს პირველი პუნქტი შესრულებულია თუ არა ეგერ ეყოლებათ ბრიუსელში კაცი ხო და ანუ რეალურად ახლა ხო თან პირდაპირ მაჩვენებელი ახლა იმისი რომ ქართული ოცნება რას უზამს ყველას ვინც კი გადაუხვევს გენერალურ ხაზს მოდით ასე ვთქვათ გარდა მაგისა დავამატებ რომ ერთი არის ქართული ოცნების ამორჩეველზე ეს პროპაგანდა როგორ შეიძლება მოქმედდეს მეორე არის რომ რეალურად ჩვენ ვართ უმრავლესობა უკვე ჩვენი მობილიზების და ჩვენთვის კიდე ნაპერწკლის მოცემისთვის რა გაკეთდება და რა როგორი მოქმედებს ამაზეა საუბარი და არა მაინც და მაინც იმაზე რომ დანარჩენები გადავარცხოთ ხო თუმცა ესეც მნიშვნელოვანია და დამიჯერეთ როგორც კი ოდნავ დაიწყება რღვევა ანუ იმდენად ნათელტყუილ სიტყვის ქართული ოცნება რომ იმ პროპაგანდის მსხვერპლისთვისაც კი აშკარა გახდება რომ ეს ტყუილია ყველაფერი დანარჩენი მიყვება როგორც ეს მოხდა 80 წელიწადში ამიტომაც არ აქვს ფუფუნება რომ უკან დაიხიოს რომ სისუსტე არა უკან არ დაიხევენ ეს გამორიცხული ვარიანტი იმიტომ რომ ისეთ პიკეშია შესული მადლობა გადაცემაში მონაწილეობის